ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის ძირფასა მეგობრებო, მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. განსაკუთრებული სიხარულით გინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი ლუცა ბუზალაძე. ლუცა, კეთილი იყო შენი მობრძანება, ჩემო ძვირფასო, შენთვის მშობლიურ ჩვენ შოუში. ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი პატივია გია თქვენთან სტუმრობა. ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიხარულოა თქვენთან მოსვლა. ყოველთვის ეს გადამიხარ მივიდივარ ხოლმე აქედან. გენაცვალე. შენ ჩვენი გუნდის წევრი ხარ, დიდი შემოქმედებითი ოჯახის წევრი ხარ და ძალიან მიხარია რომ ასე გვასახელე არა მარტო ჩვენი შემოქმედებითი ოჯახი, მთელი საქართველო, იმიტომ რომ გადაჭარბების გარეშე, აი ამ ხელა წარმატებას ამ სფეროში, რასაც შენ წარმოადგენ ამ ჟანრში, საქართველოსთან წასულს ჯერჯერობით არავის მიუღწევია და სული და გულით გისურვებ. ყველანაირი მონაცემი გაქვს შენ საამისო, რომ თლათ აი ყველაზე დიდი სიმაღლები აი ყურა დარწმუნებული ვარ, რომ მრავალ გზის ვიამაყებ შენით. დიდი ბატონო, ამინ. ესე იგი დაიწყო ეს შენი მართლაც უპრეცედენტო წარმატებით ძალიან პრესტიჟულ კონკურსზე ამერიკაში. ნათქვამია თან რა მოხდა რომ ნათქვამია ხო იცი სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვარს ფეხი შენიოდა. შენ თქვენ გამოვიდა რომ იმ კონკურსზე მიგიყვარს ფეხი შენიოდა. თან შენი საქმრო დარენის იქ გაიცანი ხო? კი, ეს გამოთქმა არის ზუსტი ალბათ ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ხო იცით ანუ ბავშვობიდან არ მყოფილვარ ესე პირადზე ორიენტირებული არასდროს. ეს რაღაცა თავისით ჩემ მადლობა ღმერთსამ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის კარგი ადამიანები ჩნდებოდნენ ხოლმე ჩემი ძებნის გარეშე და აი საბოლოოდ უკვე ეს ადამიანი ვინც უკვე ჩემს მეორე ნახევრად და მოკლედ ამოვარჩია და შემიყვარდა ძალიან აღმოჩნდა ზუსტად აი ასე მოკლედ ამ პროექტში American Idol-ში როცა მღეროდი თვითონ მომწერა ძალიან ცნობილმა აგენტმა ამერიკიდან და მეც ამ პროექტიდან მინდოდა რომ ყოლოდა აგენტი შემდეგ ეს პროექტი ხომ თავდება და ნუ მოკლედ ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა რომ თავად გამოიჩინა ინტერესი და მე უკვე ლაივებზეც გულშემატკივრობდა და როცა შევხვდით უკვე ისე როგორც ადამიანები მოგვეწონა უკვე ერთმანეთი და აი ერთმანეთის გული მოგვეწორა ძალიან და რაღაც ძალიან ბევრ რაღაცაში მქონდა მსგავსება ხასიათში და უკვე დავიწყეთ მუშაობა გავაფორმე კონტრაქტი მაგრამ აი სუბტაიპ ძალიან პროფესიული ურთიერთობა გქონდა იმიტომ რომ მეც შეყვარებული მყავდა მაშინ მასაც შეყვარებული ყავდა და არასდროს დერენ იყო ერთ-ერთი ადამიანი ალბათ ვისთანაც ესე ახლოს ვიყავი და არასდროს თავში არც მქონია აზრი რომ მას შეიძლება სხვანაირად ვუყურებდე ანუ სხვანაირად შევხედო იმდენად ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და მოკლედ რამდენჯერაც ძალიან ბევრი კარგი რაღაც გამიკეთა მან ამერიკაში ნუ ლეიქერსის სტადიონზე სიმღერა დოჯერსის სტადიონზე იენკის სტადიონზე სიმღერები ეხა ბოლოს სოფაის სტადიონზე და მოკლედ ყოველთვის ესეთი კარგი ქონდა ხოლმე პროფესიული ურთიერთობა. შემდეგ უკვე როგორც თებერვალში ხარ გადავედი უკვე საბოლოოდ ამერიკაში, ნუ მისი ძალიან დიდი სურვილი იყო რომ მე იქ დავრჩენილიყავი, იმიტომ რომ სულ ამას მეუბნებოდა რომ ხან ევროვიზიაზე ხარო, ხან იქ ხარო, ხან აქ ხარო და რანაირად გინდა რომ ამერიკაში ეს დიდ წარმატებას მიაღწიო თუ აქ არ იქნებიო. რა მეთქი ეს რაღაცნაირად ხო და მოკლედ გადავწყვიტე თებერვლიდან უკვე დარჩენა იქ. თან გრემიზე ვიყავი, უფრო დიდი мотиваცია მქონდა რომ ანუ რომ ნახე რა ხდება საერთოდ მეთქი კი მე მინდა რომ აქ დავრჩე და ნუ ჩემი ეს საუკეთესო წლები რაც მაქვს ახლა ყველანაირად გამოვიყენო იქ მით უმეტეს როცა საქართველოს ესე გულშემატკივრობს ხო და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია თან. რა თქმა უნდა. ხო და მოკლედ ესე მოხდა უკვე და რომ გადავედი უკვე იმდენად ესეთი ურთიერთობა გქონდა ახლო ყოველდღიური რომ აი ძალიან შემიყვარდა. უკვე როგორც კაცი ესე რომ ვთქვათ ხო უკვე სადღაც აპრილიდან დაიწყო და ივნისში თხოვა ხელი აბანო მალე განვითარებულა ბოლენები ახლა ვიტყარი ერენი რა პროცენტზეა ასული მე გულისხმობ მისი გაქართველების ასე ვთქვათ მიმართულებას თუ ინარჩუნებს ასე ვთქვათ აუთენტურ ხასიათს
ნუ ესე იგი დერენი როცა ჩამოვიდა საქართველოში გაგიჟდა ჩვენს სტუმართ მასპინძლობაზე ნამდვილად და ჩვენს სამზარეულოზე. ნუ აი მართლა გაგიჟებული იყო სამწუხაროდ ღვინოს საერთოდ ალკოჰოლს არ ეკარება, საერთოდ ღვინო ვერ გასინჯა, მაგრამ ნუ მე რასაც უყვები ხოლმე დაახლოებით იცის ალბათ. როგორ მოყალით იცის კი. და ნუ გაგიჟდა საქართველოზე. ნუ ჯერ ერთი როგორი ბუნება გაგვთო, შემდეგ როგორი ადამიანი განსაკუთრებით დაამახსოვრდა ადამიანებისგან სითბო, რასაც იღებდა. განსაკუთრებით აი ჩემი მეგობრებთან ისე დახვდნენ, რომ ნამდვილად მისთვის დაუვიწყარი იყო საქართველოში ყოფნა და გაქართველება ხა ვცდილობ ხოლმე რომ ვასწავლო სიტყვები ძალიან უჭირს დამახსოვრება. და აღარ ვაწვალებ, მეთქი კაი რამის თუ დაიმახსოვრებ თუ არა და აღარ გაწვალებ, ვერაფრით ვერ იმახსოვრებს. ეხლა შენ ჩამოთვალე სტადიონები, მე გიხილე NBA-ის თამაშის წინ რომ ღეროდი, იმღერე ამერიკის სიმნი, შემდეგ ბეისბოლის მატჩზე მაქვს ნანახი ასევე. ბოლოს ახლა კი. და იყო ფანტასტიკური შესრულება იყო თან და თან თუ არ ვწდები ეროვნული ტელევიზიით გადაიცემოდა, ხო? გადაიცემდა ABC-ზე. თან აკაპელა თანხლების გარეშე. კი. არაჩვეულებრივად იყო ყველაფერი. მადლობა. ოჩა, მართლა. და თული იყო ნამდვილად სანერვიულო. ერთ-ერთი ალბათ სტრესი რაც მეწონა ცხოვრებაში არის აი ეს სანამ გავალ. სანამ სიმღერას დავიწყებ. რო დაიწყება მე. რო დაიწყება მე ხო, მე როგორც ვიცი შენ Netflix-თან დაკავშირებული გაქვს კიდევ გეგმები. მოდი ესეც ვითხარი. კი ბატონო, მოკლედ ეხლა გამოვიდა ერთ-ერთი პროექტი Netflix-ზე, რომელიც საკმაოდ ყურებად და ცნობილი პროექტია ამერიკაში. Ken Goldin-ი აკეთებს ამ პროექტს. Ken-ი არის დერენის ძალიან დიდი ხნის მეგობარი, მგონი ერთი ალბათ 30 წელია მეგობრობენ და მოკლედ იყო ჩვენთან სტუმრად და იქ ნუ აცნობს დერენი ჩემ თავს რაღაცებს მეკითხება და მოკლედ ძალიან სასიამოვნო იყო რომ პირველი გამოჩენა ჩემი Netflix-ზე იყო მოკლედ ამ შოუში. ძალიან სასიამოვნოა. წარმატება ამ მიმართულებითაც მაშეგრომ ჩვენ ეთერი არ ქონია და ამიტომ უნდა კითხო. სოფლიო დონის ვარსკვლავთან, კაილი მინოუგთან ერთად გაგვჩენ ნამღერი დუეტი. კი. ხო და მითხარი როგორი იყო ის სცენაზე როგორიც იყო, მართლაც შვედიერი იყო თქვენი ერთობლივი გამოსვლა და კულისებში ისე ურთიერთობაში როგორი აღმოჩნდა? კაილი მინოუგი არის უსაყვარლესი ადამიანი, ჯერ ისე ძალიან პატარაა. ჩემზე პატარა არის და თან ისეთი რაღაც მინიატურულია, ძალიან საყვარელი ქალია, ძალიან ადვილად საურთიერთობო ქალია. ასევე რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს იყო ის, რომ გამოსვლამდე, სანამ გამოვიდოდი, გამომიგზავნა თავისი სახელობის შამპანიური ხელმოწერით და მისურვა იქ წარმატებებს გისურვებ კარიერაში და ასე შემდეგ და მოკლედ კარგად დამამახსოვრდა ძალიან საყვარელი ადამიანია. შესანიშნავი ჩხიკვი ქეთევანი იყავი ჩვენ ჩხიკვთა ქორწილში ეს იცის იმედის მაყურებელმა ნანახი აქვს არაერთხელ და მინდა კითხო რომ ამერიკა მიუზიკლის ქვეყანაა. შენ ხوار გაქვს მიუზიკლის მიმართულებით იქ რაიმე გეგმები? გეთანხმებით, ესე იგი ზუსტად ახლა 2026-ში მინდა რომ აი ამ მიმართულებითაც ვცადო ბედი ამერიკაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, როცა ჩვენ შეხთა ქორწილს ვაკეთებთ. ზუსტად ვიცი რომ გამოგივა. მადლობა დიდი. აი ისეთი კარგი ის მაქვს თან გამოცდილება თქვენგანაც მომეცით, რომ როცა მეკითხებიან ხოლმე ამერიკაში რომ აი მიუზიკლებში თუ გიცდე, ყოველთვის ვაჩვენებ ჩვენს ვიდეოს, ყოველთვის ვუყვები, ყოველთვის ვაჩვენებ და გიждდებიან რომ ეს ამხელა მიუზიკლი ბლექსი არენაზე გააკეთეთ. თუმცა მართლა ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსის ნამდვილად. თუმცა მე აი ევროვიზიის შემდეგ გავიარე ერთ-ერთი მიუზიკლისთვის ნიუ-იორკში კასტინგი. კი, მახსოვს, მაგაზე გქონდა საუბარი ჩვენ. კი, მაშინ გავიარე კასტინგი, თუმცა ეს კასტინგი წარმატებით ვერ დასრულდა, იმიტომ რომ ისეთი მოუმზადებელი ვიყავი, სხვა ანუ სულ ვიყავით 7 გოგო. ეს იყო მოწვევით კასტინგი რა, ისე არა რომ მიდიხარ. ნუ იცოდნენ ვისთან უნდა გაეგზავნათ მოწვევა კასტინგისთვის. მივედი ამ კასტინგზე, ნუ ეს დანარჩენი გოგო ისეთი მომზადებულები იყვნენ, იმიტომ რომ ესენი ალბათ გამოცდილი მსახიობები იყვნენ უკვე მიუზიკლებში და ნამუშევარი ქონდათ იქ და მე ჩემთვის იყო პირველი. ანუ სრულიად მივზადე, რეზიუმე არ მქონდა სწორად გაკეთებული, თუნდაც იქ ფოტო არ მქონდა სწორად გაკეთებული, იქ მოკლედ რეპეტიციაზე გასწავლიან, ორჯერ გაჩვენებენ ცეკვას, უნდა დაიმახსოვრო და შემდეგ იცეკო იგივე და ნახე რომ ეს გოგოები უკვე იცოდნენ ცეკვა და მე საერთოდ მოკლედ ძალიან ბევრი ისეთი მომენტი იყო და
უი ესე უნდა, და მოკლედ ეს იყო ჩემთვის რაღაც გამოცდილება. თუმცა ახლა შემდეგი კასტინგები რაც 2026-ისთვის მექნება დაგეგმილი, ახლა ამების უკვე მზად ვიქნები და ნახოთ. მედი მაქვს რომ გამოგვივა ეს. აუცილებლად გამოვა. ამაში რადვა დარწმუნებული. ისა წარმატებები შემოგიფასო, უნდა გისურვო და დღეს რა თქმა უნდა სიმღერის გარეშე ჩვენი შოუდან ვერ გაგიშვებ და დღეს რას გვიმღერებთ ეცარი? დღეს გიმღერებთ, მაქვს ულამაზესი ქართული სიმღერა, რომელიც რუსა მოჩილაძემ დამიწერა, მოვიკითხავ რუსას აქედან, ქვია გელოდები და იმდენად უხდება ეს სიმღერა ზამთარს, რომ მინდოდა რომ ეს სიმღერა ჩვენი მაყურებლისთვის შეგვესრულებინა დღეს. ისევ შედაგბრალდება მადლობა ამ თეთრი ყამისთვის ფიქრები ქარში გამეფანტება სიზმრები ცხადში დამეკარგება ამ გულში რა ხდება ეს ალბათ თვითონაც არ ვიცი გელოდები მოდი მალე გვირილები მომიტანე ზამთარში დამიძახე შენთან ერთად წამიყვანე სიყვარულის ქალაქში მითხარი და გიპასუხე როგორ მომწონს ეს სიტყვების თამაში ცოტა ხნით დამტოვე ზღაპაში დღეს ახვალ მაგრამ ხვალ დაბრუნდები არ გეტყვი მაგრამ არც გავჩუნდები უბრალოდ მე შენთვის ვიმღერე უშენოდ არაფერი არ ხდება ნახავ და გული ამიჩქარდება უბრალოდ მიყვარხარ და მას თვითონ ვერ ვიჯერე გელოდები მოდი მალე გვირილები მომიტანე ზამთარში დამიძახე შენთან ერთად წამიყვანე სიყვარულის ქალაქში მითხარი და გიპასუხე როგორ მომწონს ეს სიტყვების თამაში ცოტა ხნით დამტოვე ზღაპარში გელოდები მოდი მალე გვირილები მომიტანე ზამთარში დამიძახე შენთან ერთად წამიყვანე სიყვარულის ქალაქში მითხარი და გიპასუხე როგორ მომწონს ეს სიტყვების თამაში ცოტა ხნით დამტოვე ზღაპარში დიდი მადლობა სტუმრობისთვის ლუცა ბუზალაძეს წარმატებები უსურვოთ მას
ნება მიგოცა წარმოგიდგინოთ პროექტ მიმღერეს მონაწილეები. ნიკოლეიშვილების ოჯახი. მაგდა ნიკოლეიშვილი და მისი ძმისშვილები მაგდალინა და მარიამ ნიკოლეიშვილები. ოზადი. აბდადით. მოგესალმებით ძირფასო და ულამაზესო ნიკოლეიშვილებო. მოგესალმებით ასევე ჩვენც. პირველად მასპინძლობთ ჩვენ შოუში და ორმაგად მიხარია. თანაც ჩვენ დაგვაკავშირა აი ამ წინვალე პროექტმა მიმღერემ. რა მინდა იცი გითხრათ რომ მე მაგალითად ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე თქვენი შემოქმედებით და თანაც ურთიერთობით, იმიტომ რომ აი მამიდას და ძმისშვილებს ისეთი შეხმატკვილებული რაცა განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ და ეს ყველაფერი აირეკლება შემდგომ თქვენ სიმღერაში და დაიწყო ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში დამსახურებული მამიდისგან. შენ რომ შესანიშნავი მომღერალი იყავი, ეს მაყურებელიც და პირველ რიგში კოლეგებმა, პროფესიონალებმა ძალიან კარგად ვიცოდით, მაგრამ როგორი გამორჩეული და ყოჩაღი მამიდა ყოფილხარ, ეს უკვე დაგვანახა მიმღერებ და მადლობა ჩემო ძირფასო ამისთვის პირველ რიგში. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. უნდა აღნიშნო აუცილებლად, რომ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს გია შენს მიმართ. უდიდესი პატივისცემა პიროვნულად, პროფესიულად, აი მრავალმხრივ რაღაც სხვა სენტიმენტები მაქვს აბსოლუტურად და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენთვის დიდი პატივია ამ შოუში ყოფნა. დიდი მადლობა. იგივეს ფიქრობ გოგოების საწმინდებული. ძალიან დიდი მადლობა. მე გოგოებს ვკითხავ სხვა რამეს. ისე შესანიშნავად გამოგდეთ, ესე ბუნებრივად თან სიმღერა, რომ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი პატარა ასაკიდან გაჩნდა თქვენ ცხოვრებაში, ხო? მაშინ ასე კითხავთ. მეხსიერებაში პირველი რა გახსოვთ? მამიდა თუ სიმღერა? თუ ეს ერთმანეთს დაკავშირში იყო, როგორ იყო? ორივეს გეკითხეთ. ორივე ერთად იყო, როცა ლაპარაკი დავიწყეთ, მამიდასთან ერთად დავიწყეთ სიმღერა. და ყველანაირად ცდილობდა მამიდა, რომ ჩვენი სიმღერა ყოფილიყო თავიდანვე რაღაც პროფესიული გზით წაგვეყვანა, მოკლედ სიმღერა. და გვეხმარებოდა რა თქმა უნდა ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მამიდას ჩვენ სიმღერაში. ესია. შერას მეყოდი. დავეთანხმები ნამდვილად ბავშვობიდან მღეროდით მე და მაგდალინა. პირველად მამიდასთან ერთად არ გვიმღერია, მაგრამ პატარები რო ვიყავით, მაშინ ვიმღერეთ მამიდასთან ერთად კონცერტზე, სოლო კონცერტზე, მაგდას სოლო კონცერტზე. ძალიან ემოციური იყო პირველი სცენაზე დგომა მამიდასთან ერთად. რა მხელები იყავით მაშინ? ალბათ 5 და 6 წლის. უი, სულ პატარები. პატარები იყვნენ და რაღაც ბავშვობაში ალბათ რაც გიყვარს გამახსოვდება მე ბოლომდე და ბავშვობის დაბეჭდილებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად ჩემთვის ესეა დღემდე რაც მიყვარდა ის სიმღერები სხვათა შორის, აი ბავშვობის დროინდელი სიმღერები. ესეთი რაღაცები ამომიტივდება ხოლმე. ეხლა რაღაცებს რო ვაცოცხლებ ხოლმე, ეხლა გავაახლე რაღაც ჩემი რეპერტუარი, მეკითხებია რომ საიდან გახსოვს? აი ბავშვობიდან მახსოვს მართლა. აი ეტყობა რაღაცა ამათშიც ჩარჩენილი ეს რაღაც მარცვალის. ერთი სიმღერა რომელსაც ტრიოში ჩვენივრად აჟღერებთ, თქვენ მინდა გთხოვოთ რომ დღეს ჩვენ შოუში შეასრულოთ. აუცილებლად. მოგდანით. Mogę chlewi, mogę stylo rom
შემოდგომით გაფრინდები იყო არა იყო რა შემოდგომით გაფრინდები იყო არა იყო რა იყო არა იყო რა იყო არა იყო რა დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ნიკოლე ისინების უნიკიერეს ოჯახს. ჩვენი სტუმრები არიან ნათია ქოროღლიშვილი, თამილა შირაძე და ილია გელაშვილი. ობდანის მეგობრებო, აბდანის ალამი გენაცვალე. გამარჯობა, გამარჯობა. ელიზო, აბდანის საღამო მშვიდობისა, ვირფასო ხალხო. მოგესალმებით. პირველად ბრძანდებით ამ შემადგენლობით ჩვენ შოუში სტუმრად. არა და თქვენი ტრიო უკვე რამდენიმე წელია არსებობს. თან ამასთან ერთად ხარ ძალიან გულიანი და ხალისიანი ადამიანები. ხო და სინარია თქვენ ტრიოს არ ვიცი სახელი აქვს თუ მე ვიცი აქამდე ვიცოდი რომ არ ქონდა და რამე სახელი გაქვს შერჩეული თუ არა? თუ დღემდე უსახელაურია. ოფიციალური სახელი არ გვაქვს, მაგრამ და ისე ჩვენი სახელების ინიციალებით ინათა ვარ. ინათა? ინათა რატო? ილია ნათია თამილი. ინათა არის ვერსია. ხო, ნათია, შენ ვიცი რომ საერთოდ ხელოვნება ძალიან გიყვარს, თან მშვენივრად მღერი, მაგრამ მე მგონი მაინც იცი შენთვის ყველაზე უფრო საყვარელი სიმღერები რომელი უნდა იყოს, აი ტაშევიჭო გიორგუნა, კეკელა და მარო, გარეკა ხო რატო იცი? ცეკვა და სიმღერა ერთად არის და როგორც ვიცი, ცეკვა და სიმღერა რომელი უფრო გიყვარს, მე მგონი დღემდე ვერ გაგიწევია. სანამ გადავწყვეტი რომ მომღერალი ვიქნებოდი, იქამდე ვფიქრობდი რომ ვიქნებოდი მოცეკვავე. ბავშვობაში დიდი ხანი ვიცეკვე მე 11 წელი და კახეთში გურჯაანში ვცეკვავდი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. არაჩვეულებრივად და ვიცი გასულ შენივად ცეკვავს ნამდვილად. და ვერ გადამეწყვიტა ნამდვილად რა გამოსულიყავი ასე ვთქვათ. მოცეკვავე თუ მომღერალი, მაგრამ მე უკვე გადაწყვეტა კი შესაბამისად ვერ გამოვედი მოცეკვავე, მაგრამ გამოვედი მომღერალი. ძალიან კარგი შეუბადება. ილო, შენ ხარ შევახსენებ მაყურებელს რომ ჩვენი სასიკადულო ანსამბლის ერისიონის წამყვანი სოლისტია. შემოვადრო პირველი ხმა. აი, რომ დაჭეხავს ხოლმე ერისიონში, აი ეს ილოა ზუსტად. სწორედ და ეხლა რა არის ერისიონში რა თქმა უნდა ქალბატონებიც არიან, მაგრამ აი მომღერალ ჯგუფს რაც შეეხება, იქ კაცებია ხო ძირითადად სოფოა რა თქმა უნდა კირია, არაჩვეულები მომღერალი, მაგრამ ძირითადად არის მამაკაცური შემადგენლობა და აი აქ ქალბატონები რომ უმრავლესობაში არიან, მითხარი როგორ გზნობ თავს აი ამ კამპანიაში. დაჩაგრულა. მე პირიქით მეგონა. აპარაში დაჩაგრულა და სიმღერაში თანაბრად. ისე ორ კახელს შორის ერთი ქუთაისელი თქვენ მზადებით და. ახლა როგორ არის თქვენ შეუხმატყილებთ ხოლმე იმერულად თუ პირიქით ესენი გაუბნებიან ბანს და თქვენ სოლირებთ როგორ არის თქვენთან შეძლო? მე ვარ იმერელი ბალანსი ამათთან. ჩემმა ქუთაისელობამ განაპირობა ის, რომ ნათიას ქუთაისური საუბარი დავაწყებია და ილოს ძალიან ბევრი სიმღერები ქუთაისელი. აი, გურჯანული კინო და გადაგიყვანა. გია, თქვენ წარმოიდგინეთ სახში რომ მივდივარ, მაგენი ვამბობ. და დედა რა მაგენი ცხოვრებაში არ გითხრათ ეს სიტყვები, საიდან მოგაქვს? გადახვედი, ხო, აქანა. თამილას გავლენა. მე ის მომწონს თამილა, როგორ შემოუძღვებით ხოლმე და აი რასეუნები თავად მითხარით. შემოუძღვებით, ამათ ხანდახან აგვიანდებათ. იქეთ მეორე დარბაზშიც არიან დაკავებულები და ველოდები ვიყურების საათზე წუთები გვაქვს ჩვენ გამოთვლილი და როგორც კი დავინახავ, წავედი მე გავემზადები და თქვენ მომეწიეთ უკან თქვენ. თუ არიან, თუ სხედან, იქ კულისები გვაქვს ჩვენ და იქ თუ სხედან, მაშინ მეუნები, აბა, ახტუნ. აი, თქვენ მეგობრებოს მახსოვს idi მუსიკალური ნიშანიც გაქვს ხოლმე, ხო? როგორც გამოიძახოთ. კი, არ მოდიან ერთხელ, ზივარ, უცდი, კაცო, სად არიან, ფიქრობ და ტელეფონი ზარი ტარარარა უკრავ ერთხელ ორჯერ სამჯერ და წამოდგა სტუმარი და ვისურეკავთ ქალბატონებს შემოდიან მე ესენი და თელი და
დარბაზი იცინოდა. თქვენ გაქვთ ძალიან ისეთი სახალისო ვერსიები ქართული კინოფილმებიდან, სპექტაკლებიდან და მინდა გთხოვოთ რომ დღეს ერთი პოპული რომელიც სწორედ ამ თემატიკაზეა შექმნილი აქვე ჩვენი შოუს სცენაზე ცოცხლად რომ ავაჟღეროთ. სიამოვნებით. აბა გთხოვთ. ცნობის ფურცელი ცხელი ამბების დასდა ვიღაცა შეშამოუბარია ვერისუბანში მოუბარია თუ დაიჭირეს ბასტა თუ დაიჭირეს ბასტა თუ დაიჭირეს ბასტა ცნობის ფურცელი ახალი ამბების დასდა ვიღაცას ქურქი მოუბარია ვერისუბანში მოუბარია თუ დაიჭირეს ბასტა თუ დაიჭირეს ბასტა თუ დაიჭირეს ბასტა სულეთ კაფში ხარშება ლილაც ერთიერება ერთი უთოავთოვეს ჯარის გაცნა გენერალს ასეთია ეს ცხოვრება ბედის საპნის ბუშტია ჩვენი ხინი ჩვენი შვება მხოლოდ სიყვარულშია მხოლოდ სიყვარულშია მხოლოდ სიყვარულშია Tigide trambe Tigide tore Tigide trambe tore Tigide čkavra tore Tigide trambe tore Do sol mi do sol mi re Pararararara Pararararara Sol fare sol re do pararararara do sol mi re pararararara re sol fare sol re do Tigide trambe Tigide tore Tigide trambe tore Tigide čkavra tore Tigide trambe tore Tigide trambe tore დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს ნათია ქოროღლიშვილს, ხანილა ჩურაძეს და ილია გელაშვილს. წარმატებები უშურვოთ მათ. ჩვენთან სტუმრად არის მომღერალი გოგა მესხი. გოგა მოგესალმებით, შემოგარგო. შექონდა არც ისე დიდი ხნის წინათ პრემიერა ვიდეოკლიპისა, რომელიც ჩვენ საერთო მეგობარს და უსაყვარლეს ადამიანს, ქართველი მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელ მომღერალს და პიროვნებას, მამუკა უნაშვილს უკავშირდება. მოდი ამაზე ვისაუბროთ. სიამოვნებით. მადლობა მოწვევისთვის, მიხარია ხოლმე შეთან. სტუმრობა ჩვენი საერთო ახლო მეგობარი, საყვარელი ადამიანი, სამწუხაროდ სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია. დაახლოებით 2 წლის წინ ვთქვი, რომ უნდა გამეკეთებინა და რეალურად ვერ შევძელი და მაწუხებდა ეს ამბავი, მაგრამ გადავიღე, გამოუშვი და მამუკა იყო ჩემთვის ძალიან ფაქტიურად მის ხელში გავიზარდე. ეხლა როგორ ვარ, იცი, სავსე ვარ, რომ რაც ვთქვი გავაკეთე.
თანაც ის სიმღერა, რომელიც ავტორია ბატონო სესო ებრალიძე, რომელსაც საოცრად იხდენდა მამუკა. და ძალიან უყვარდა ეს სიმღერა. ერთ-ერთი მშვენებაა მისი რეპერტუარის. კი, ძალიან უყვარდა ეს სიმღერა, ეს ვერსიაც მე მაიკოს ვთხოვე მამუკას დასრო, თუ შეიძლება ამ ვერსიაზე ჩავწერ და გადავიღებ და სიხარული დამთანხმდა სიმართლე რო გითხრათ, მაიკო მოგიკითხავ აქედან დიდი პატივისცემით. ნუ იმუშავა Happy Dreamers-მა, ვინც გადაიღო ჩამოთოვა. მადლობა ბიჭებო, თქვენს გარეშე არ გამოვიდოდა არაფერი, მართლა. ძალიან კარგი, მინდა ახლა გთხოვო რომ გადმოინაცვლოთ ჩვენი შოუს სცენაზე, აქვე ვიმღეროთ და თანაც ვაჩვენოთ შენი ვიდეო კლიპის კადრები ჩვენი შოუს მაყურებელს. სიამოვნებაა. დაღამებულ ხარ ჩემო აპრილო წასულ ხარ ჩემო ხინო ლამის უხილმა გამინაპიროს შემომაშველე თვინო არც მისლის ფერი თვალები მწვავე აღარ ცოცდება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რადაგიშავე კალო არც ნისლის ფერი თვალები მწვავე აღარც ოცნება გალობს რადაგიშავე 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 კალო გადაიტანა ძველმა ამიდმა ტრფობის ფერი და გემო ამ ქვეყანაზე ნეტავ რა გინდა უსიყვარულოც ჩემო არც ნისლის ფერი თვალები მწვავენ აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რადაგიშავე კალო არც ნისლის ფერი თვალები მწვავენ აღარც ოცნება გალობს რადაგიშავე 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 კალო დაღამებულ ხარ ჩემო აპრილო წასულ ხარ ჩემო ხინო ლამის წუხილმა გამინაპირო შემომაშველე თვინო არც ნისლის ფერი თვალები მწვავენ აღარც ოცნება გალობს რა დაგიშავე რა დაგიშავე რადაგიშავე კალო არც მისლის ფერი თვალები მწვავენ აღარც ოცნება გალობს რადაგიშავე 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 კალო რადაგიშავე კალო დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს გოგა მესხს მესამე გემშვიდობებით ვიფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.